გამარჯობა, ამ ვიდეოში მინდა გესაუბროთ ჩემს შესახებ. როგორც უკვე აღწერაში მიწერია, იცით, რომ ვარ ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებელი, სკოლაში ვასწავლი ფიზიკას, ისე კი მყავს კერძო მოსწავლეები მათემატიკაში. მასწავლებელი გავხდებოდი 2014 წელს დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით. შემდეგ 2 წლიანი სამაგისტრო პროგრამაც გავიარე საერთაშორისო ბიზნესში. სხვათა შორის მაგისტრატურაზე წითელი დიპლომიც მაქვს, მაგრამ ბაკალავრიატის პირველივე კურსიდან მყავდა კერძო მოსწავლეები მათემატიკაში. ასევე თუ მოსწავლეებს უჭირდათ, ვეხმარებოდი ფიზიკაშიც. ძალიან მომწონდა სწავლა-სწავლების პროცესი. ძალიან აქტიური სტუდენტიც ვიყავი და მოსწავლეებთან მუშაობა დიდ სიამოვნებას მანიჭებდა, რადგან უმრავლესად ინდივიდუალური გაკვეთილები მქონდა და კარგ შედეგებზეც გავდიოდი. უნივერსიტეტის ბოლო კურსებიდან დავიწყე პროფესიით მუშაობა. ვიყავი ტუროპერატორიც, მქონდა საკუთარი მცირე ბიზნესიც, ვაწყობდი ტურებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და საკმაოდ დატვირთული და აქტიური ცხოვრება მქონდა. ეს კადრები ასეთ ტურებზეა გადაღებული, ასევე მიყვარს ძალიან ცხოველები, მაგალითად ცხენები. ყაზბეგში ძალიან ბევრჯერ დავდიოდი, ასევე ქვეყნის გარეთაც მქონდა ტურები, მაგალითად ბაქოში. მოვიწყდა მეთქვა, რომ ამ ყველაფერს ვაკეთებდი თბილისში, რადგან თბილისში ვცხოვრობდი, იქ ვსწავლობდი ჯერ სკოლაში, შემდეგ უნივერსიტეტში და ვმუშაობდი. რამდენიმე საქმის კეთება ყოველთვის კარგად გამომდიოდა. შემდეგ მოგზაურობდი კიდეც, ეს არის ფოტოები. ერთ მშვენიერ დღეს გავიცანე ჩემი მეუღლე, რომელიც ბათუმელია და 1 წლის შემდეგ გადავწყვიტეთ დაოჯახება, გადმოვედით საცხოვრებლად ბათუმში. კერძო მოსწავლეები ბათუმში ჩამოსვლიდან პირველივე დღესვე მყავდა. ასევე მუშაობდი პროფესიით სხვადასხვა დაწესებულებებში, ხანსამშენებლო კომპანიაში, რესტორანში, სარეკლამო კომპანიაში, მაგრამ მას შემდეგ, რაც შვილი შემეძინა, გადავწყვიტე, რომ მასწავლებელი გამხდარიყავი სკოლაში. ამისათვის პირველ რიგში ჩავაბარე ისტის გამოცდა, გავიარე მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა. მომდევნო წელს ჩავაბარე ფიზიკის გამოცდა, ამ დროს უკვე დასაქმებული ვიყავი კერძო სკოლანერგებში და სარფის საჯარო სკოლაში. ორივე სკოლაში მუშაობდი ფიზიკის მასწავლებლად და ორივე სკოლაში მუშაობა დავიწყე ონლაინ სწავლების დროს. მაშინ ბავშვი ძალიან პატარა იყო და ფაქტობრივად დატოვება არ მიწევდა, ამიტომ ძალიან კომფორტული იყო ჩემთვის. შემდეგ, როცა ბავშვი ბაღში მივიყვანე და ცოტა მეტი დრო გამომიჩნდა, დავიწყე უამრავ პროექტში მონაწილეობა, მივიღე მონაწილეობა კონკურსში CERN-ში წასასვლელად, გავიმარჯვე და ვიყავი შვეიცარიაში. ასევე მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობას ვიღებ ხოლმე ძალიან ბევრ კონკურსში, მაგალითად საერთაშორისო ან ეროვნულ კონკურსებში. ერთ-ერთ მათგანში გავედით საუკეთესო 3-ეულში და 5-ეულში, შემდეგ კი ვიყავით ბანაკშიც. მარტოც მონაწილეობ ხოლმე კონფერენციებში, ვცდილობთ შევქმნათ მობილური აპლიკაციები, გავაკეთოთ ბევრი რესურსი, რაც გამოადგებათ მოსწავლეებს სწავლის პროცესში. ეს YouTube არხიც იმიტომ მაქვს, რომ უფრო მეტად მივაწვდინო ხმა მოსწავლეებს და მეტი ინფორმაცია გადავცე. იმედია საკმარისი ინფორმაცია მოგაწოდეთ ჩემს შესახებ, თუ რამე კითხვები გექნებათ, კომენტარებში გელოდებით. დიდი მადლობა და არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა.